მოდი ახლა ვისაუბროთ ტალღებზე. წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ძაფი და დამაგრებული გვაქვს ერთ ბოლოში კედელზე. თქვათ აქეთ გვაქვს კედელი და დამაგრებული არის ამ კედელზე, ამ წერტილს ეს ძაფი. მაშინ ჩვენ თუ ავიღებთ ამ ძაფის მეორე ბოლოს და ესე ზემოთქვემოთ მოძრაობას დავიწყებთ, გავრცელდება ტალღები ამ ძაფში. ყურადღება მივაქციოთ იმას, ოღონდ, რომ ძაფი კი არ გადაადგილდება მარჯვნივ. უბრალოდ ტალღა გავრცელდება, ანუ რაღაც შეშფოთება შეგვაქვს სისტემაში და ეგ შეშფოთება ვრცელდება, ანუ სისტემა ამ შემთხვევაში ეს ძაფი თუ თოკი არის და ვრცელდება მაგაში. იგივე მაგალითი, ანუ მსგავსი მაგალითი, შეგვიძლია ვნახოთ, როცა გვაქვს თქვათ რაღაც კონტეინერი და შიგნით სითხე, თქვათ წყალი. ერთ-ერთ კედელს თუ ვამოძრავებთ, ან თქვათ ვიმოქმედებთ მასზე პერიოდულად, მაშინ წარმოუქმნით ესეთ ტალღებს და ეს ტალღებიც არის ერთგვარი შეშფოთება ამ სისტემაში და ვრცელდება ისევე პრინციპში, როგორც ზემოთ მოცემულ მაგალითში. და გარდა ამისა შეიძლება უფრო არაინტუიტიური შემთხვევებიც გავარჩიოთ. მაგალითად, ის რომ ხმა გესმით, მაგალითად ის რომ მე რომ ახლა ვლაპარაკობ თქვენი მოწყობილობის დინამიკებიდან გესმით, რეალურად რაც ხდება, არის რომ ჰაერში ტალღები წარმოიქმნება. და ეგ ტალღები არის ჰაერის მასების შემკრივების ადგილები, ანუ სადაც შედარებით დიდი წნევა არის ჰაერის და შედარებით გაიშვიათებული ადგილები. იმიტომ რომ როცა წარმოიქმნება ხმა, უბრალოდ ეს პირველი დარტყმა ჰაერის რაღაც ფენას დაეჯახება, ჰაერის ეგ ფენა შემდეგ ფენას დაეჯახება, შემდეგ და ვრცელდება ჰაერში ესეთი ტალღების სახით. და მიუხედავად იმისა, რომ ახლა ქვემოთ რაც გვაქვს და აი აქ ზემოთ რაც გვიხატია, ერთმანეთს ესე პირდაპირ არ გავს, შეგვიძლია რომ წარმოაჩინოთ ერთი მეორეს სახით. მაგალითად, ეს რომ გრაფიკი იყოს ახლა დახატული, აი ეს ზედა წერტილი იქნებოდა, როცა მკვრივად არის ჰაერის მასები ერთად და ეს ქვედა წერტილი იქნებოდა, როცა პირიქით ძალიან გაიშვიათებული არის. ანუ ტალღის თვისებები, მიუხედავად იმისა, რომ ტალღა შეიძლება სხვადასხვა გარემოში შევხვდეს, ტალღური თვისებები არის მსგავსი და საერთო. მსგავსიც არაა კარგი სიტყვა, ანუ საერთოა, რაღაცები არის უბრალოდ, რაღაცები არსებობს, რაც ყველა ტალღას ახასიათებს. და რეალურად ტერმინოლოგია არის ამ ყველაფერთან დაკავშირებული, რომელიც კარგია რომ გვესმოდეს და ამიტომ მოდი ახლა შევყვები მაგას. მაგალითად, პირველ რიგში, რაც შეიძლება მაინტერესებდეს ტალღასთან დაკავშირებით, არის რამდენად გადაიხრება წონასწორობიდან ის რაღაც, რაც ირხევა. და აი მაგალითად აი ძაფის შემთხვევაში, ავიღებ რაღაც წონასწორობის წერტილს, ანუ აი ხელი რომ არ შემეხო, ალბათ ეს ძაფი იქნებოდა ასეთ მდგომარეობაში. ჰაერში არ გაჩერდებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის სწორი მდგომარეობა, როცა ხელი რომ არ შემეხო კი არა, რომ არ დამეწყო ზემოთქვემოთ მოძრაობა, უბრალოდ რომ გავჭიმო, ეგ რომ მეჭიროს, მაშინ აი ასეთი იქნება ეს ძაფი. მაგრამ ახლა ამ გაჭიმულ ძაფს ზემოთქვემოთ რომ გავამოძრავებ, ან თოკს, არ ვიცი რომელიც უფრო მარტივი წარმოსადგენია. რამდენად გადაიხრება ამ წონასწორული მდგომარეობიდან, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი და ამას ეწოდება ამპლიტუდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის ტალღის სიგრძე. და ტალღის სიგრძე შეგვიძლია გავზომოთ, აი ამ ტალღას რომ უყურებთ, ნებისმიერი ორი ერთნაირი წერტილი რომ ავიღოთ, მაგათ შორის მანძილით. ეს მაგალითად არის ტალღის სიგრძე. ანუ ორ ერთნაირ პიკს შორის მანძილი, იგივე რაც ან პირიქით ეს ქვედა წერტილებია მინიმუმების, ეს მაქსიმუმების, ხო? ამათ შორისაც და ამათ შორისაც მანძილი ტოლია. და მაგალითად ამ წერტილსა და ამ წერტილს შორის მანძილის ტოლი იქნება, იმიტომ რომ პრაქტიკულად ერთი სრული ტალღა რომ ჩაეტიოს. ანუ ისე რომ აქედან რომ დაიწყებს რაღაც მიმართულებით რომ წავა, მე საპირისპიროთი წავიდეს და მე დაუბრუნდეს საპირისპირო მიმართულებიდან იგივე წერტილს. აი ეგ არის ერთი ტალღა. და გვაინტერესებს უბრალოდ ერთი სრული ტალღა როცა მოექცევა, ანუ ერთი რხევა რომ მოექცევა, რა მანძილი არის გავლილი. და ნუ აქ არის შუა გზაში რომ შევწყვიტე ეს. ტალღის სიგრძე. რაც უცნაურად დავწერე. ეს არის ტალღის სიგრძე, ხშირად ლამბდათი აღნიშნავენ ხოლმე. ასევე შეიძლება გვაინტერესებდეს სიხშირე. მოდი დავწერთ ცალკე უბრალოდ სადმე ეგ თქვა სიხშირე. და სიხშირე და ტალღის სიგრძე ძალიან გადაბმული ცნებები არის ერთმანეთთან, იმიტომ რომ სიხშირე პრაქტიკულად იმის კითხვა არის, კარგი, ესე იგი, ერთ წამში რამდენჯერ მოასწრებს, რომ აი რაღაცა წერტილიდან რომ დაიწყებს, გაიაროს და ისევ იმ წერტილას მივიდეს. აი ამას რამდენჯერ ასწრებს წამში. მაგალითად, 5 ჯერ თუ აკეთებს ამას წამში, მაშინ 5 ჰერცი ან 5 ციკლი წამში იქნება მისი სიხშირე. ეგ არის მთელი იდეა სიხშირის. მაგრამ ძალიან საინტერესო ისაა, რომ ანუ ტალღები ახლა რომ უბრალოდ რაღაც ზოგად თვისებებზე ვლაპარაკობთ. აქ მხოლოდ მექანიკურ ტალღებზე ვსაუბრობთ, ეს არის მექანიკური. და რეალურად ყველაფერში გვხვდება ტალღები. მაგალითად, სინათლეც არის ტალღა, და აქეთ დავწერთ ცოტა. და აი რომ მომბობდი რომ აი ეს ტერმინოლოგია და ეს ცნებები
მნიშვნელოვანია მეთქი. მაგალითად, სინათლის შემთხვევაში სიხშირე ჩვენთვის ითარგმნება ფერებად. მოდი ახლა რაღაცა მილიონი ფერით არ დავწეროთ, ერთი ფერით დავწეროთ, ფერები. ანუ ეს ნიშნავს, რომ სინათლეს იმის მიხედვით თუ რა სიხშირე აქვს, აღვიქვამთ რაღაც კონკრეტულ ფერად. შეიძლება ეს სიხშირე აქვს, მაშინ მწვანეა, ის სიხშირე აქვს, მაშინ ყვითელია, ანუ რაღაც ეგრე. ანუ სიხშირე, ტალღის სიხშირე, ანუ ის სინათლის ტალღა რა სიხშირით აკეთებს ამას, ჩვენს გონებაში აღიქმება ფერად. რაც ძალიან საინტერესოა. და ამპლიტუდა აღიქმება ინტენსივობად, რამდენად ინტენსიურია. და კიდევ უფრო საინტერესო რაც შეგვიძლია ვთქვათ სინათლეზე ის არის, რომ სინათლე, ჩვენ რასაც მიჩვეული ვართ, რომ ეს არის ხილული სპექტრი, ამას უძახით ხილულ სპექტრს, რეალურად რამე ცალკე უნიკალური ტალღები კი არ არის, ელექტრომაგნიტური ტალღების უბრალოდ ერთი კონკრეტული მონაკვეთია, იმიტომ რომ ელექტრომაგნიტურ ტალღებს, აქედან აქამდე სიხშირეებს ადამიანის თვალი აღიქვამს. და ამას ზემოთ არის ულტრაიისფერ სხივებს, რასაც უძახით და შემდეგ კიდევ უფრო ზემოთ მოდის რენტგენი და ასე შემდეგ, უკვე საშიში გამოსხივებები და უფრო ქვემოთ მოდის მიკროტალღები, მიკროტალღური ღუმელი, რასაც იყენებს მაგალითად რადიოტალღები და ასე შემდეგ. ანუ ძალიან საინტერესოა ის, რომ სინათლე რეალურად იგივე რაღაცა არის, ანუ იგივე ელექტრომაგნიტური ტალღაა, რაც სხვა ელექტრომაგნიტური ტალღები, მაგალითად რადიო და რენტგენი და ასე შემდეგ, რაც გაგვიგია, უბრალოდ საქმე ისაა, რომ მარტო კონკრეტულ სიხშირეების დიაპაზონში ვხედავთ ელექტრომაგნიტურ ტალღებს ადამიანები და ამიტომ მაგათ უძახით, სინათლეს და ფერებს და ასე შემდეგ.